2026 წლიდან მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასო გახდება თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც ყოველწლიურად 3 მილიონ ლარს შეადგენს სტუდენტების სტიპენდიისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გავისონიამ პარლამენტში განაცხადა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოში ავტოავარიის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა და 999 დაშავდა. ოფიციალური სტატისტიკით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 664 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა. ლეტალური შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება სიჩქარის გადაჭარბებას, მოხვევის მანევრს და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას. ამბასადორი აილენდ ბათუმის შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია. საღამოშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს არ მოგივით. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თელორდავა და ბექაბაცი გაძევრი. დავიწყოთ. ფინანსთა სამინისტროს მიერ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვალის მთლიანმა მოცულობამ 9.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლილ-უწრილში 183 მილიონ დოლარიანი მატება პირდაპირ კავშირშია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ 360 მილიონიან შეთანხმებასთან, რომელიც ბათუმის სარფის მაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. საგარეო ვალის სტრუქტურაში კვლავ დომინირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, პორტფელის უდიდეს ნაწილს ADB და მსოფლიო ბანკი ფლობენ, ხოლო ორმხრივ კრედიტორებს შორის 858 მილიონი დოლარით საფრანგეთი ლიდერობს. საგარეო ვალდებულებების ზრდის პარალელურად სახელმწიფო შიდა სოციალური ხარჯების რესტრუქტურიზაციას აპირებს. 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დანერგვასთან ერთად თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის 3 მილიონიანი ბიუჯეტი სრულად სასტიპენდიო ფონდებისაკენ მიიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოადგილის ზვიად გაბისონიას განმარტებით, აღნიშნული ტრანსფორმაცია მიზნად ისახავს აკადემიური მოსწრების სტიმულირებას იმ ფონზე, როდესაც სწავლის საფასურის ტვირთი ბიუჯეტმა სრულად გადაიბარა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა გავრცელდება სხვა უწყებებზეც, რაც განათლების სექტორში ფინანსური რესურსების უფრო მიზნობრივ გადანაწილებას გულისხმობს. მიუხედავად ამბიციური რეფორმებისა, საგანმანათლებლო სექტორში ლოგისტიკური შეფერხებები შეინიშნება. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსებმა 44.9 მილიონიანი ტენდერი, რომელიც საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურით მოსწავლეებისათვის 1.8 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებდა, გაიხმო. ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წლიდან ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, შესყიდვის ჩაშლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პროცესის დროულ დასრულებას, მით უფრო რომ ფორმების ხელმისაწვდომობა სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საგანმანათლებლო სექტორისაგან განსხვავებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური პრეცედენტი დაფიქსირდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ და 6-მა კერძო კომპანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქვესადგურ ურბნისის მშენებლობის შესახებ. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კერძო სექტორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვას, რის შედეგადაც სახელმწიფო დაახლოებით 20 მილიონი ლარის დაზოგვას შეძლებს. 220 კილოვატიანი ქვესადგური, რომლის ექსპლუატაციაში შეშვება 2027 წლისათვის იგეგმება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების საერთო ქსელში ინტეგრაციისათვის. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მასშტაბურ ფაზაში შევიდა პროექტი ამბასადორ აილენდ ბათუმი. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანია საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ფართობის შავი ზღვის აკვატორიაში საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ ეტაპზე 600 მილიონ დოლარს მაჭარბებს, 4 ქართული კომპანიის მობილიზებას გულისხმობს. პროგნოზების მიხედვით პროექტის სრულად ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 65 მილიონი დოლარის საგადასახადო შემოსავლებს უზრუნველყოფს და 20.000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ ეფექტს ნიშნავს.
ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზრდის ფონზე კვლავ აქტუალური რჩება საგზაო უსაფრთხოების საკითხი. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული სტატისტიკური მაჩვენებელია. შესაბამის მონაცემებით, შემთხვევების ძირითადი გამოწვევი მიზეზი კვლავაც სიჩქარის გადაჭარბება და მანევრირების წესების დარღვევაა. მიმოხილვას ვასრულებ ჩინაური ბინადარი ცხოველების მოვლა პატრონობის ახალი რეგულაციებით, რომლებიც მთავრობის დადგენილებით ამოქმედ და ცვლილებები აწესებს მკაცრ კონტროლს სტერილიზაციასა და კასტრაციაზე, განსაკუთრებით სანაშენე და საგამოფენო სტატუსის მქონე ცხოველებისთვის. ახალი წესების მიხედვით ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელაა დასაშვები, ხოლო ვეტერინარული მომსახურების სტანდარტების დარღვევა სათანადო სანქციებს დაექვემდებარება. აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს პოპულაციის მართვის, მოწესრიგებისა და სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვას. საქმეს აღამოს ვაგრძელებს საფონდო ბაზრების მიმოხილვით და ვითარება, რომელიც ახლა საფონდო ბირჟებზე გვაქვს, არის ერთ-ერთი გამორჩეული, რადგანაც უკვე რიგით მე-6 კვირა ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ მწვერვალებს ახსნებს. წინა სესიაზე საშუალოდ 1%-იანის დავიხილეთ და პრინციპში დღესაც ფაქტობრივად ანალოგიური შედეგი გვაქვს, რადგანაც S&P 500 0.75%-ით გაზრდილი, Dow Jones-თან პლუს 0.73 გვაქვს, Nasdaq-ი კი 0.90%-ით გაიზარდა დღევანდელ სესიაზეც და ამერიკულმა საფონდო ბირჟამ გუშინ მოხსნილი რეკორდი დღეს ისევ ხელახლა მოხსნა, მოკლედ მწვერვალები არის დაძლეული და ამის ფონზე რამდენიმე კომპანიას აქვს უბრალოდ ფენომენალური შედეგები. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის Nvidia, რომელიც დღესაც დამატებით 4%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ რამდენიმე საათის წინ სხვადასხვა რეკორდულ 5 ტრილიონ 700 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუ ასე გაგრძელდა ეს ტემპი, ალბათ უკვე Nvidia გახდება ისტორიაში პირველი კომპანია, რომელიც დაძლევს 6 ტრილიონიან კაპიტალიზაციის ნიშნულსაც. პოზიტიური დინამიკა გვაქვს დღეს TSMC-ისთანაც 5% აღზრდა, Broadcom-ი 4%-ით გაიზარდა, Samsung-საც 4%-იანი მატების მაჩვენებელი აქვს და საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, ბირჟაზე არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ამჟამად მიმდინარე მოვლენების მიმართ და თავარი მოვლენა, რაც დღეს არის ინვესტორთა ფოკუსში, ეს არის ცხადია ამერიკის პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, ტრამპი და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის უმეტესობა ამ კომპანიის ხელმძღვანელი ახლა ხვდებიან სი ძინპინს და ჩინური კომპანიების ლიდერებს და განიხილება შეთანხმებები, მათ შორის ვაჭრობის, იმპორტის და ასევე სანქციებისა და ტარიფების მოხსნისა და შემსუბუქების მიმართულებით. საერთო ჯამში ძალიან პოზიტიურად მიმდინარეობს ჯერჯერობით მთელი ეს მოლაპარაკებების პროცესი და ხვალ უკვე გვეცოდინება კონკრეტული შედეგები და მოვლენები, თუ რა დადგა, რა რეალობასთან გვაქვს საქმე ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ. ინვესტორებს როგორც გითხარით, ძალიან პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ეს პოზიტიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ფასებშიც აისახება. აქვე ჩვენ ევროპაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც აგრეთვე გვაქვს პოზიტიური განწყობა, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი დღევანდელ სესიაზე 0.75%-ით. აზიას რაც შეეხება, შანხაის ინდექსი დაეცა დაახლოებით 1.9%-ით, ნიკეის შემთხვევაში კი გვაქვს ამ ეტაპზე -1%. რაც შეეხება ნავთობს, ის ფაქტობრივად უძრავია მიმდინარე მოვლენების ფონზე ინვესტორებს. ვერ გადაუწყვეტიათ რეალურად ჰორმუზის ბედიღბალი და შესაბამისად ნავთობის ფასი არის გაყინული, ბრენტის ღირებულება შეადგენს ისევ და ისევ $105, WTI-ის ფასი კი არის $101 ფარგლებში. ბუნებრივ არის რაც შეეხება, ის არის გაზრდილი 1.9%-ით და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 47 ევროს აჭარბებს. ოქროსა და ვერცხლთან მიმართებით კი კორექცია გვაქვს, ოქროს ფასი უნციაზე $4,673, ვერცხლის კი $84, დიდად ძვრები ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს. კრიპტოზეც ვისაუბროთ, რომელიც ასევე აღმასვლას განიცდის ამ ეტაპზე 2.9%-ით გაზრდილი ბაზრის შეფასება და ის შეადგენს 2 ტრილიონ 790 მილიარდ დოლარს. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 91,300 დაახლოებით, ეთერიუმი $2,300 ევაჭრება, მატება საშუალოდ 2.9%-ია, კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე 278 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი 1,631 მილიარდი დოლარი. აქვე კი გეტყვით იმასაც, რომ თუ კი ბიტკოინის ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა. აქვე ლონდონშიც
გადავინაცვლოთ, გადავავალთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, აქაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს. საქართველოს ბანკის აქციები არის გაზრდილი დაახლოებით 2%-ით, TBC-სთანაც პოზიტიური შედეგი გვაქვს, ზრდა არის დაახლოებით 3% და ბოლოს რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, ის არის გამყარებული და კურსი დოლართან გვაქვს 2.68, ევროს კურსი არის 3.13, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.62. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ხოლო საქმეის საღამოს დასრულების შემდეგ თქვენ წინ გელით თელარა გელანდიას ავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლას ისევ სრულად სახელმწიფო აფინანსებს. როგორ შეეხო ქართული ოცნების ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმა პროფესიულ განათლებას? რამდენად მზარდია მოქალაქეების ინტერესი და ემთხვევა თუ არა პოპულარული პროფესიები შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს? დღეს 21 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე სპექტრის სიახლეებსა და გეგმებზე პროფესიული კოლეჯის დირექტორი მათე ტაგიძე წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. ვამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. სოფლიო ამბებით გავაგრძელოთ საქმიანი საღამო და რა თქმა უნდა დავიწყოთ ირანის მიერ შეერთებული შტატებისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილით პრინციპში, რომელიც 5 პუნქტიანია და რაღაც გარკვეულ გარანტიებს მოითხოვს. საუბარია მინიმალურ გარანტიებზე, თუმცა ამდენად მინიმალურია ეს გარანტიები, შეგვიძლია ერთად შევაფასოთ გიორგი ეს ყველაფერი, რადგან საკმაოდ სავარაუდოდ არადამაკმაყოფილებელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რაღაცეები წერია, ესე იგი ამ წინაპირობებში, რომელიც უძღვის მოლაპარაკებებს წინ. მოკლედ ირანის მხარე ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საუბარი შედგეს მშვიდობაზე, ამ შემთხვევაში აი ეს 5 წინაპირობა არსებობს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა უნდა შეასრულოს. როგორც ირკვევა, თეირანის მოთხოვნები ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სანქციების სრულ გაუქმებას ითვალისწინებს. ამასთან ირანული მხარე საზღვარგარეთ გაყინული აქტივების დაბრუნებას, ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ჰორმუზის სრუტეზე საკუთარი სუვერენული უფლებების აღიარებას მოითხოვს. მოკლედ აი ეს არის როგორ უწოდე მინიმალური გარანტიები, რომელიც ირანულმა მხარემ მანჰეტენზე 1-2 ჰექტარის ხომ არ უნდა იქნება სავარაუდოდ წვრილი შრიფტით მიწერილი, თუ ხელს მოაწერენ, მაგ შემთხვევაში მე მოითხოვენ, იქ რაღაცა გარკვეულ ტერიტორიას. მეხუთე ავენიუს ნახევარი, ტრამპ თაუერი სადაც არის ეგ ტერიტორიას მათი გახდეს. სათამჯენი. ირანულმა მხარემ და გამოაცხადონ ირანის ტერიტორიად ის ნაწილი, სხვათა შორის ის 2 ჰექტარი. შესაბამისად, პაკისტანის მხარეს მოკლედ გაუგზავნეს, პაკისტანის შუამავალი ამ შემთხვევაში და პაკისტანული მხარე უკვე აცნობებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს 5 წინაპირობა არსებობს და თუმცა სურვილი აქვთ მოლაპარაკებების გაგრძელების, ეს 5 წინაპირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ხო, 14 პუნქტიანი გეგმის პასუხია ეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა გაუმზადა ირანს და გაუგზავნა. როგორც ჩანს, რაღაცა ამ პროცესს რაღაცნაირი დასასრული არ აქვს. მოლაპარაკებების ხო, ანუ მოლაპარაკებებამდეც არ მიდის საქმე, ან რაუნდის ჩატარებასაც არ მიდის, იმიტომ რომ ორივე მხარეს აქვს რაღაცა წინაპირობები და როგორც კი რაღაც წინაპირობას ამერიკის შეერთებული შტატები წამოაყენებს, უმალ ირანი რაღაც ახალს მოიფიქრებს ხოლმე და ესეთი საინტერესო წინადადებებით და შეთავაზებებით გადის მეორე მხარეს. საგაგრძელდება და აი ამ მოლაპარაკებების ჩიხში უკვე კარგ ხნის განმავლობაში ყოფნის ფონზე ირანის სამხედრო ძალები აცხადებს, რომ ის არის ამჟამად სრულ მზადყოფნაში და მათ შეუძლიათ ამერიკისათვის ნებისმიერი ტიპის პასუხის დაბრუნება, როგორც სამხედრო ძალებმა დაწერეს ოფიციალური განცხადების სახით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიიღონ ამერიკისგან დარტყმები, თუ აღდგება ეს, ანუ აქ იმ დარტყმებზე გვაქვს საუბარი, რომელსაც ტრამპი აანონსებს ამ ჩიხიდან გამოუცველობის შემთხვევაში და ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ ამერიკაც და მისი მოკავშირეებიც, ანუ მეზობელი სახელმწიფოებიც მიიღებენ საკადრის პასუხს, თუ კი ისინი ამას იზამენ და აქვე იმასაც კი ამბობენ, რომ არსენალის დიდი ნაწილი უკვე არის შევსებული და მათ შორის ის რაკეტები, რომლებიც გაისროლეს მთელი ამის თვის განმავლობაში უკვე აღადგინეს, როგორ მოახერხეს მე პირადად ვერ ხვდები. საიდანაც წარმოიეს რაკეტები ან როგორ, მაგრამ თუ მათ დაუჯერებთ, უკვე აღდგენილია სრულად რეზერვები და მათ ისევ შეუძლიათ თავდაცვის პროცესის გაგრძელება. პროცესის, რომელმაც პრინციპში შედეგი ვერ გამოიღო, ვერაფერი ვერ დაიცვეს, რაც დასაცავი იყო და რაც ხირებული, მაგრამ რასაც დაარტყეს, ყველაფერი განადგურებულია, სატელიტებიდან დახედეთ, თუ გინდათ, არ არის დარჩენილი არაფერი, მაგრამ რაც არის დარჩენილი, იმასაც დავიცავთო, ამბობენ, ცოტა საპირისპირო განცხადება ეს მომლაპარაკებების განცხადებისგან განსხვავებით, რადგანაც
უკვე ვიცით რომ ირანში რაღაც ორ ხელისუფლებიანობასთან გვაქვს ამის საქმე. ერთ მხარეს არის ეს გუშაგთა კორპუსი, რომელსაც თავისი ხედვები და დიპლომატია აქვს და თავისი განცხადებები და მეორე მხარეს არის დაახლოებით აი აბას არახჩის ასე ვთქვათ გუნდი, რომლებიც ცდილობენ რაღაცაზე მოლაპარაკებას, მაგრამ არც მათ არ გამოდის წარმატებით მოლაპარაკება, როგორც არც გუშაგთა კორპუსს არ გამოუვიდა წარმატებით დაცვა ქვეყნისა. შესაბამისად, ორი ნაკლებად წარმატებული ლიდერი ყავს ახლა ირანს ფაქტობრივად, ორივეს საპირისპირო ხედვები აქვს, ერთს ომის გაგრძელება უნდა და პირიქით რაღაც პრეტენზიებს გამოთქვამს, მეორეს კი მოთხოვნები აქვს ისეთი, რომ როგორც თქვით, ლამის მანჰეტენზე მოითხოვეს 2 ჰექტარი მიწა. კუბაზეა მძიმე ვითარება კუბაში, მოკლედ კუბის ენერგეტიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება. ისიც ალყაშია სხვათა შორის და იქაც ბლოკირებულია ნავთობის შესვლა-გამოსვლა. სწორედ ამის გამო საწვავის კრიზისია, მარაგები პრინციპში სრულად არის ამოწურული კუბის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით და ეროვნული ენერგოსისტემა კრიტიკულ მდგომარეობაში, ამიტომ დედაქალაქის ბევრ უბანში მოსახლეობას ჩუქი დაახლოებით 22 საათის განმავლობაში არ მიეწოდება, ანუ სულ რაღაც 2 საათი აქვს. დღე-ღამეში ელექტროენერგია მოსახლეობის დიდ ნაწილს. როგორც ირკვევა ენერგოკრიზისი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ბლოკადით არის განპირობებული. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ კუბას არ უნდა მიეღო არანაირი ნავთობი და ფული. შესაბამისად, ვენესუელა, მექსიკამ პირდაპირ შეწყვიტა მიწოდება, შესაბამისად, ამერიკის შიშით, ასე ვთქვათ, არანაირი დახმარება კუბის მიმართულებით აღარ იგზავნება. თუმცა ამ შემთხვევაში გაერო ჩვენ ვიცით, რომ დაგმო ეს გადაწყვეტილება, თქვა, რომ ჰუმანიტარული მისია და მიზნებისთვის ეს გადაწყვეტილება არის დამოუკავებელი, რადგან იქ არის მოსახლეობა, რომელსაც გარკვეული დახმარება სჭირდება, მათ ეზღუდებათ ადამიანური ყოფა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის სკოლები, უნივერსიტეტები კუბაზე ვერ აგრძელებენ მუშაობას და დახურულია და საუბარია იმას, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობათ არის კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ. რადგან კუბას, ასე ვთქვათ, საკუთარი რესურსები, რა თქმა უნდა, გააჩნია, მაგრამ ამ რესურსებით სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, ვერ ახერხებენ მომსახურებას, შესაბამისი ენერგო რესურსების მობილიზებას, მაგალითად 1300 მეგავატის სიმძლავრის ზის პანელები არის განთავსებული კუბაზე, თუმცა ეს რეალურად არ ყოფნის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ენერგოკრიზისი არის ახლა ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის მოგორებასაც ქვეყანა ცდილობს. ზის პანელებით ვერც ანაცვლებს. აზრიც არ აქვს ამ ალტერნატივას. მარტო მხოლოდ ნავთობზე არ არის საუბარი, გაზიც არის საუბარი, თბოსადგურებზეც არის საუბარი და შესაბამისად კუბაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კრიზისის პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. რამდენიმე თვეა იანვრის შემდეგ ვთქვი ეს ბლოკადა გრძელდება, აქამდე კუბა ახერხებდა გარკვეული მარაგების ხარჯზე შენარჩუნებას ქვეყანაში ენერგო სტაბილურობის, თუმცა ვენესუელაც უჭერდა მხარს, თუმცა ვენესუელაში ვიღა დაუჭერს მხარს. ვენესუელა ჩაიკეტა, შესაბამისად იქიდან არანაირი მხარდაჭერა არ იქნება. სხვათა შორის კარიბის ზღვის აუზის ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად საერთაშორისო დახმარების და ალტერნატიული მომწოდებლების ძიების პროცესში არიან კუბას ხელისუფლება, თუმცა ამერიკის შიშით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე ამ დახმარებას შესაბამისად კუბას გაუწევს და დონალდ ტრამპმა პრინციპში განაცხადა მარტში გააკეთა ეს განცხადება, რომ პირიქით გაძლიერდება ზეწოლა კუბაზე და ეს არის ის რა სიტყვასაც ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპი ამ შემთხვევაში არ გადავა, სანამ არ მიიღებს სასურველ შედეგს და ამ შედეგის მიღებამდე თავად კუბაც ვერ მიიღებს ვერც ნავთობს, ვერც ფულს და ვერც დახმარებას ვერანაირს. ხო, ამერიკის პრეზიდენტს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს, რისი მიღებაც ძალიან უნდა და ეს მოთხოვნა არის ქვეყანაში განაკვეთების შემცირება და ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ახლა ტრამპის ადმინისტრაციას, რადგანაც სწორედ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა და ფედის ახალ ხელმძღვანელად ოფიციალურად დაინიშნა კევინ ვორში. მან ჩაანაცვლა ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი ჯერომ პაუელი, რომელმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ამოეწურა ვადა და დღეიდან უკვე ფედის ხელმძღვანელი ხდება სწორედ კევინ ვორში. მისი კანდიდატურა სენატში დამტკიცდა 54 ხმით, მხოლოდ ერთადერთმა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა მას მხარი, ანუ სრულად რესპუბლიკური პარტიის მიერ არჩეული კანდიდატია ის და ასეთი განხეთქილება და რაღაცა აცდენა არ გვახსოვს ფაქტობრივად ფედის ხელმძღვანელთან მიმართებით ჯერჯერობით, აი მხოლოდ ერთი პარტიის არჩეული ტრამპის რიტორიკამ გამოიწვია. კი, ტრამპის რიტორიკამ რომ აი ჯერომ პაუელის მისამართი. ზუსტად რადგანაც დემოკრატი სენატორები ყველა ერთ
კონტექსტის შინაარსის განცხადებას არცელებენ და ამბობენ, რომ ეს არის რეალურად ტრამპის მიერ უხეში ჩარევა ფედის, ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკაში და ვორდში იქნება ტრამპის სურვილების და ხედვის გამტარებელი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჯაროდ სხვა განცხადებებს აკეთებდეს, რომც ასე ვთქვათ, უნდადეს სხვა განცხადებას რას გააკეთებს, ხო არ იტყო და ტრამპი რასაც დამერეკავს და მეტყვის იმას ვიზამო, ანუ ამას არც არავინ მოელოდა, მაგრამ დიდი ნდობა არ აქვს, მოკლედ ვორდს ამის თქმა თამამად შეგვიძლია. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ შეამცირებს თუ არა განაკვეთს ფედის ახალი ხელმძღვანელი ცოტა არ იყოს და სათუო, რადგანაც ეს მასზე არა დამოკიდებული, ეს უნდა გადაწყვეტოს საბჭომ და საბჭოს წევრებმა თუ უმრავლესობით არ დაუჭირებს ხარი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, ვორდშმა საერთოდ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ვერ დაწევს განაკვეთს და თან იმ საბჭოში პაველი რჩება. საკონსტიტუციო გარანტიები მე ეჭვი მაქვს, რომ არანაკლები ექნება მყარი პრეზიდენტზე. ფედის ხელმძღვანელს. კი, აქვს. და დამოუკიდებლობა. რეალურად აქვს. ყველანაირი სამართლებრივი დაცვა აქვს, რომ ტრამპს უთხრას უარი, მაგრამ რამდენად ეტყვის უარს ეგ არ ვიცით. გარანტიებზე პუტინი გამოჩნდა. გარანტიებზე პუტინი რამდენად გამოდგება ეგ ცოტა სხვა. რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელსაც ექნება საკონსტიტუციო აუცილებლად, რომ მოითხოვს დაცვა და სასამართლოს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც აქვს დაცვა. რა თქმა უნდა. კარგი, პუტინი გამოჩნდა და ვახსენოთ ესე იგი მისი ამბავიც, რომ მომავალ კვირაში ასეთია სავარაუდო თარიღი ვლადიმერ პუტინი გეგმავს ჩინეთში ვიზიტს და სი ძინპინთან შეხვედრას. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ორდღიანი ვიზიტი ჩინეთში დონალდ ტრამპის ამემდინარეობს. კონკურენცია ამას დაამტყვია, მე მგონი, რუსეთის ოფიციალურ მოუწყებებმა განცხადება, რომ ყველაფერი მომზადებულია გამგზავრებისთვის, ყველაფერი მზად არის და უკვე მომავალ კვირაში სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი ეწევა ჩინეთს, სი ძინპინს შეხვდება და სტრატეგიულ ურთიერთობებზე და კავშირებზე ისაუბრებენ. დაახლოებით მე-40 ვიზიტი იქნება ეს ვლადიმერ პუტინის ჩინეთში, ჯამურად, ისტორიულად რომ ავიღოთ და ბოლოს ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ესტუმრო 2025 წლის სექტემბერში, იქ სამხედრო აღლუმი იყო და დაპატიჟებული იყო ვლადიმერ პუტინი როგორც სტუმარი ამ აღლუმში. მოკლედ, სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს დაამტყვიეს განცხადების გავრცელება, თორემ თუ მომავალ კვირაში ვიზიტი ამის თაობაზე მინიმუმ 2 კვირის წინ უნდა სცოდნო და რუსეთის მხარეს და ალბათ დაელოდნენ ტრამპის ჩასვლას და ახლა გააკეთეს განცხადება. საუბარი არ არის და არ ვიცით რა თემებზე და საკითხებზე იქნება, იყო ზოგადი განცხადება დმიტრი პესკოვის მხრიდან, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს შეეხება სი ძინპინთან შეხვედრა, მათ გაღრმავებას და საერთო ინტერესების წამოწევას წინ, მოკლედ შეხვედრა დაანონსებულია, ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები, თარიღები არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ მომავალ კვირაში ვლადიმერ პუტინი ეწევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და არ ვიცი, გარკვეული გარანტიების ან თანხების წამოღებას შეეცდება, არ ვიცი, ვიცით რომ საბიუჯეტო კრიზისი საკმაოდ გაღრმავებულია რუსეთში და ობლიგაციების განთავსების უფლებას მაინც რაღაცას შეეცდება, რომ გამოჰკრას ხელი. გამოივაჭროს ხო ჩინეთის მხრიდან. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს ჩინეთს და ყოველ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასაც გეგმავს. თუმცა არც დღევანდელი დღე იყო რამით ნაკლები, პირისპირი მოლაპარაკებები გლობალურ თემებზე და საამოს ვახშამი, სადაც არაერთი საინტერესო საკითხი გააჟღერეს მსოფლიო ლიდერებმა. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მათ და ზოგადად როგორ მიმდინარეობს ისტორიული სამიტი, ამაზე სასაუბროდ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება. ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა, გიორგი მოგესალმებით და მივესალმებით. ერეკლეს მაგიდაც კი დავუთმეთ, როგორც შეეძლო მაყურებელმა, ასე მნიშვნელოვანია რაღაც კადრები ვნახე, რომ ილონ მასკთან იყო დიდი ხალხმრავლობა ვახშამში. ყველა სურდა ფოტოს გადაღება, უფრო პოპულარულია გონებ ჩინეთში. ამას აუცილებლად მე მგონი ხვალ უფრო უნდა მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ თემატურად ხვალ უფრო გვექნება ამ პოზიცია ახლა. გამოსვლით დავიწყოთ და რა განცხადებები გააჟღერეს ლიდერებმა ვახშამზე, მოდი ამ თემით გავხსნათ. ესე იგი ვიწყებთ იმ ადამიანებით, ვისაც დიდად არ დაეხვინენ ჩინელი ბიზნესმენების გადასაღებად. ხო, ესეც შეიძლება იყოს მიზეზი. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა ის, რაც უკვე შედგა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ პირისპირი შეხვედრა, ჩვენ ვიხილეთ საღამოს ვახშამი, სადაც მხარეებს ჰქონდათ ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგად დალაგებული, გაწიკწიკებული ტექსტები, რომლებშიც არავითარი ზედმეტი
სიტყვა არ თქმულა, არავითარი ესეთი კრიტიკული განცხადება არ მოგვისმენია, რამაც შეიძლება რომ ვინმეს რამე უარყოფითი განცდა შეექმნას, ამ პოზიტიური განცდა შეექმნას, შესაბამისად იყო საკმაოდ მშვიდი გარემო და ცხადია, როცა გადავალთ უკვე საუბარზე იმის შესახებ, რაც ისაუბრეს კარს მიღმა. აქ სერიოზული განცხადებები იყო გაჟღერებული, თუმცა ძირითადი საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ამერიკასა და ჩინეთს აქვს ძალიან დიდხნიანი ისტორია. ჩინეთის პრეზიდენტმა გაახსენა დონალდ ტრამპს, რომ 5000 წლიანი ისტორია აქვს ჩინეთს და არაფერი შეგეშალოთ მარტივად რომ ვთქვა. აქეთ დონალდ ტრამპმა დაიგვეხნა, რომ 250 წლისა ვართ და თქვენზე უკეთესები კი გამოვედითო. მოკლედ, ძალიან ცივილურად და სკრუპულოზურად ისაუბრეს ამ თემაზე. ზოგადად მიმოიხილეს ის ურთიერთობები, რაც ორ მხარეს აქვს და საინტერესო განცხადება მოვისმინეთ ასევე დონალდ ტრამპის მხრიდან სიტყვის მიწურულს, სიტყვასაც ძალიან მალე მოგასმენინებთ, პატარა მონაკვეთს. დონალდ ტრამპმა მიიწვია სი ძინპინი ამჯერად უკვე ვაშინგტონში და ეს შეხვედრა უნდა შედგეს სექტემბერში თუ რამე არ შეიცვალა 25 სექტემბერს იქნება ეს შეხვედრა, ანუ საპასუხო სამიტი აქეთ მიპატიჟება. სხვა მნიშვნელოვანი განცხადებები, რაც გააჟღერა დონალდ ტრამპმა, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა. ისევე როგორც დღეს ბევრ ჩინელს უყვარს კალათბურთი და ლურჯი ჯინსები, ამერიკაში არანაკლებ პოპულარულია ჩინური რესტორნები და მათი რაოდენობა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 5 უმსხვილეს სწრაფი კვების ქსელს ერთად აღებულს აჭარბებს. ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადია. ჩვენი ეკონომიკური და თან სოციალური კავშირი, რომელიც 250 წელს ითვლის, არის საფუძველი იმ მომავლისა, რომელიც ჩვენი ერებისთვის იქნება სასარგებლო. ამერიკელ და ჩინელ ხალხს ბევრი რამ აქვს საერთო. ჩვენ ვაფასებთ შრომის მოყვარეობას, ჩვენ ვაფასებთ სიმამაცესა და მიღწევებს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახები და ქვეყნები ისევე როგორც თქვენ. ჩვენ ერთად გვაქვს შესაძლებლობა დავეყრდნოთ ამ ღირებულებებს, რათა შევქმნათ კეთილდღეობაზე, თანამშრომლობაზე, ბედნიერებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები, ეს რეგიონი და მსოფლიო. როგორც მოისმინეთ, დონალდ ტრამპის გამოსვლა იყო ძალიან ზოგადი. ფაქტობრივად მან არაფერი კონკრეტული არ თქვა, ისაუბრა იმაზე, რომ როგორი ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და რომ ეს ურთიერთობები უნდა გამყარდეს. თუმცა სი ძინპინს ჰქონდა საკმაოდ კონკრეტული განცხადებები ყოველ შემთხვევისთვის იმ კონკრეტულ კომენტარში, რომელსაც მოგასმენინებთ, საკმაოდ კონკრეტული განცხადებები გააჟღერა იმის შესახებ, რაზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა დახურულ კარს მიღმა, თუმცა ესეც საკმაოდ სუბუქად იყო ნათქვამი, სუბუქად იყო გაჟღერებული და ახლა გთავაზობთ ამ კომენტარს. დღეს პრეზიდენტ ტრამპს და მე გქონდა სიღრმისეული შეხვედრა. გავცვალეთ აზრი ჩინეთ შეერთებული შტატების ურთიერთობებსა და საერთაშორისო თუ რეგიონულ საკითხებზე. ჩვენ ორივეს ვჯერა, რომ ჩინეთ შეერთებული შტატების ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებულად წარმართვა და იგი არასოდეს დავაზიანოთ, როგორც ჩინეთი, ისე შეერთებული შტატები იგებენ თანამშრომლობით და აგებენ დაპირისპირებით. ჩვენი ორი ქვეყანა პარტნიორი უნდა იყოს და არა მეტოქე. პრეზიდენტი ტრამპი და მე ასევე შევთანხმდით ჩინეთის და შეერთებული შტატების კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობის მქონე ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რათა ხელი შეუწყოთ ჩინეთ შეერთებული შტატების ურთიერთობების სტაბილურ ჯანსაღ და მდგრად განვითარებას და მოუტანოთ მსოფლიოს მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი. ერეკლე, ცერემონიალი და მისალმება და ზოგადი განცხადებები გასაგებია, ამას ჩაუსველადაც იტყოდნენ, ალბათ არ გაუჭირდებოდათ, უფრო მნიშვნელოვანი გლობალური საკითხებიც იქნა წამოჭრილი, ვიცით, ერთ-ერთი ტაივანის საკითხი იყო, უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გაჟღერდა და მაინც და მაინც აი ტაივანის საკითხით რატომ გაიხსნა თითქოს და ეს სამიტი პირველი რაღაცა დიდი ჰედლაინი, რაც შეგვხვდა იყო ამასთან დაკავშირებით. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი და არის თუ არა ეს სი ძინპინის მთავარი პრიორიტეტი რეალურად ამ განხილვების პროცესში. ძალიან სწორად თქვი, ტაივანი არის ჩინეთის ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვათ, სი ძინპინმა დახურულ კარს მიღმა პირდაპირ უთხრა დონალდ ტრამპს, თუ ტაივანის საკითხი არ გადაწყდება, ეს დასრულდება ვაშინგტონსა და პეკინს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტით. ასე პირდაპირ თუ არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომ ხელი აიღე იმისგან, რაზეც გაქვს დადებული, არ არის გასაკვირი, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს, ის უკვე აღარ არის ის მოთამაშე, რომელსაც ასე მარტივად შეიძლება ესაუბრო, მას აქვს საკმარისი ძალა და რაც მთავარია, სიახლოვე, ტაივანი ფაქტობრივად მისთვის ერთი
ფეხის ნაბიჯზეა, შესაბამისად ხედავს ჩინეთი გაძლიერებული ჩინეთი, რომ მისი რეპუტაციისთვის არის დამაზიანებელი, როცა ტაივანი როგორც ასეთი დამოუკიდებელი მოთამაშე ახერხებს პოზიციონირებას, ახერხებს ამერიკასთან ურთიერთობების გაგრძელებას და ამ ფონზე გამოდის, რომ ტრამპის მიერ გაგრძელება ტაივანთან პარტნიორობის პირდაპირ შეურაცხყოფაა სი ძინპინის მისი პრეზიდენტობის, მისი მმართველობის და ზოგადად ჩინელი ხალხის. ეს ხო ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რაც მოვისმინეთ, ფაქტობრივად ამაზე კრიტიკულს და გარდამტეხს ვერაფერს ვერ ვიტყვით. ჩინეთის პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა დონალდ ტრამპს, რომ ტაივანის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ შვიდობით, თუ არ გვინდა რომ ეს საკითხი გადაწყდეს კონფლიქტით. ესე პირდაპირ საუბარი არ არის სტანდარტულად დიპლომატიის ფორმა, თუმცა რადგან ამას ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი, ესე იგი სერიოზული არის მისი დაინტერესება. ეს ერთი საკითხი იყო. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რახან კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, იყო ირანის საკითხი და ზუსტად 15 წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩინეთი ოფიციალურად შეუწყობს ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნაში. ალბათ ამას დიდი საჩუქარი ტრამპმა რა უნდა მიიღოს, არ ვიცით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და მისთვის ეს სუსტი წერტილი, რომელსაც ხშირად აჭერენ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მოკავშირე ქვეყნები, არის ის, რომ ეს ჰორმუზის სრუტე გახდა მოუგვარებელი პრობლემა დონალდ ტრამპისთვის, ვერ დააწია საშველი მან იმდენი რომ გავხსნიო და მაინც ვერაფერი ვერ გახსნა, შესაბამისად ჩინეთი როგორც ის მოთამაშე, რომელსაც თუ ჩვენი მაყურებელი გაიხსენებს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე ახლო პარტნიორია ირანის. შესაბამისად ჩინეთს შეუძლია, რომ ირანს მიაღებინოს, ან შეაცვლევინოს გადაწყვეტილებები, შესაბამისად ამ კუთხით მაღალი ალბათობით თანამშრომლობა შედგება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ბოლოში ერთი დეტალი, რაც შეგვიძლია ვთქვა ამ შემთხვევაში ვაჭრობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ ამ მხრივ ყველაზე ცოტა ინფორმაცია გამოვიდა კარს მიღმა, არც თუ გასაკვირად, იმიტომ რომ ხვალ უნდა გავრცელდეს ყველაზე დეტალური ცნობები იმის შესახებ, რა კუთხით დაიდება. ხო, ალბათობა იმისა, რომ ტარიფებს დაუწესებს ტრამპი ვინმეს, ეს ფაქტობრივად უკვე გამორიცხულია, თუმცა იმის ალბათობა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან, მათ შორის სოიოს მიყიდვაზე, რაც ამერიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სოფლის მეურნეობის კუთხით, წესით ამ კუთხით უნდა ვიხილოთ კონკრეტული შედეგები. თქვათ, იგივე ჩიპების თემაც ხვალ არის ამის მოლოდინი. ამ მხრივ ყველაფერს გავიგებთ ხვალ. იმიტომ რომ ხვალ ილონ მასკის აი იმ კადრს პირადად შენ გამო გავუშვებდი ისე. რა თქმა უნდა, გავუშვებ ილონ მასკი აქტიურად. იმიტომ რომ საოცარი მომენტი მეგობროთ მასთან როგორც ჩინელები გეგმავენ მეგობრობს. მე რაზე მწყდება გულისით რომ როდესაც ისტორიის დატოლება დაიწყეს, იქ არ ვიყავით და როგორ თქვა რომ 1000 წლის წინ ქვეყნის ზღვრას ჩვენ ვაყენებდით ქართველებით, მაგრამ არა უშავს. იმედია ეკონომიკებით დავეწევით. კიდევ კარგი თანამდებობა დაგწინებდა ორივე სახელოვნად ალბათ. მოკლედ ვიზიტი გრძელდება ჩინეთში, ხვალ არანაკლებ საინტერესო დღე გველოდება წინ, რასაც რა თქმა უნდა ერეკლე შეაჯამებს მაყურებლისთვის, მაყურებელთან ერთად თან რაღაცა კვირის შეჯამებაც გამოვა, მოლოდინებთან ერთად როგორი შედეგები დაიდო. მადლობა ერეკლე პოლადიშვილს, რომელიც იმყოფებოდა საქმიანი საღამოს სტუდიაში და გაგვაცნო ტრამპის პირველი დღის ვიზიტის შედეგები, პრინციპში ის რაც განაცხადეს დღეს ლიდერებმა და ეს ისაუბრეს მათ დახურულ კარს მიღმა. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხზე მომუშავე კომისიამ რიგი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და რეფერენტული ფასების სისტემის ეფექტიანობა განიხილეს. კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს სისტემის განვითარების საჭიროებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5%-ული პუნქტით შეუმცირა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. საქართველოს რკინიგზა მახალციხეში სარკინიგზო სადგურის და მისი ბაქნის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 2.780.000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პროექტი დიზაინ ბილდ მეთოდით განხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე და რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელებაზე.
მობილური ტელეფონების ბაზარზე შემოდის ახალი მოთამაშე და ეს მოთამაშე არის დონალდ ტრამპი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, Apple-ის და Samsung-ის ახალი კონკურენტი უნდა გახდეს Trump Mobile. სახლის ტელეფონების თუ ის მობილური. არა, მობილური ტელეფონების Trump Mobile გახდება ახალი მოთამაშე ამერიკულ ბაზარზე და T1-ის გაყიდვები ოფიციალურად დაიწყო. მომხმარებლები ძალიან მალე მიიღებენ თავიანთ სასურველ smartphones. ეს smartphone-ი პირველად წინა წელს დაანონსდა, მაშინ საერთოდ სხვა რაღაც იყო დაანონსებული და საერთოდ სხვა რაღაც მივიღეთ, რა შევუკეთეთ, რა ჩამოვიდა, გამოვიდა. ახლა უკვე აღარ არის რაღაც ფლაგმანურ მოწყობილობაზე საუბარი, რეალურად $500-იან smartphone-ზე საუბარი. ბიუჯეტური Android-ით აღჭურვილი ძალიან ჩვეულებრივი smartphone-ია, რომელიც უბრალოდ არის ოქროს ფრად გალამაზებული და ერთ-ორ ადგილას აწერია ტრამპი. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ის არ არის ამერიკაში წარმოებული, როგორც თავიდან ტრამპი პირობას დებდა, რადგანაც ამერიკაში წარმოება გახდა შეუძლებელი და აღმოაჩინა ტრამპმა ეს თავადაც. სად არის წარმოებული, ზუსტად არ ვიცით. ამბობენ, რომ პრივილეგირებულ ქვეყნებში არის აწყობილიო მისი ნაწილები. რა ქვეყნები არიან ესენი ჩვენ არ ვიცით. არ ამჟღავნებენ, მაგრამ ბოლო პროცესი ფლორიდის შტატში შესრულდა. არის ალბათ 5-ში ჩადეს ეს აწყობილი smartphone-ი და დააწერეს, რომ ამერიკულია. უშუალოდ სიმძლავრებზეც რომ ვისაუბროთ, 50 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა გვაქვს, 5000 ამპერის მოცულობის ელემენტი და დაახლოებით 6.8 ინჩიანი AMOLED ეკრანი. ჩვეულებრივი smartphone-ია, არაფრით აბსოლუტურად გამორჩეული. მე პირადად არწმუნებული ვარ, რომ თავად ტრამპიც არ გამოიყენებს მას. შენი ჯობია ნამდვილად და ტრამპიც არ ამგონია, რომ ამას გამოიყენებს, ისევ ალბათ თავის iPhone-თან დარჩება, რადგანაც ეს smartphone-ი ვინმე სერიოზულ კონკურენტად განვიხილოთ, უბრალოდ არასერიოზული იქნება. ეს ტრამპის ერთ-ერთი ფლეშმობია, ასეთი გადაწყვეტილებები და პომპეზური რაღაცების დაანონსება და შემდეგ ასეთი პროდუქტების გამოშვება ზოგადად დონალდ ტრამპს სჩვევია. კი ბატონო, ნუ ასეთი ფლეშმობი არ არის, პირიქით, საკმაოდ დიდი წარმატება, რომელიც სამხრეთ კორეულ კომპანიას წინ უქადის და პრინციპში უკვე მიაღწია SK Hynix, ესეთი კომპანია, გიორგი ხოსწორად SK Hynix, კი ბატონო. მისი საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონ უახლოვდება და შეიძლება მიაღწიოს კიდეც მოკლედ მოლოდინები არის ასეთი. ხო, არსებული ინფორმაციით კომპანიის წარმატებას, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს და კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს 200%-ით არის გაზრდილი. თან უნდა გავიტყვიოთ, ასე ვთქვათ, საბაზისო ეფექტი გასულ წელს 274%-იანი ზრდა ქონა კომპანიას და წელს ამ 274%-იან ზრდას 200%-იანი ზრდა დაამატა. მოკლედ SK Hynix-ი სწორედ მათი წარმოებითაა ცნობილი, რომელიც რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩიპების მოთხოვნას ბუმია მსოფლიოში და შესაბამისად SK Hynix-იც ამ ბუმის ერთ-ერთი გამარჯვებულია, მოდი ასე ვთქვათ და პირველი ქვეყანა გახდება სხვათა შორის სამხრეთ კორეა, თუ ამ კომპანიამ ტრილიონიან შეფასებას მიაღწია ამერიკის შეერთებული შტატების გარდა და მიღმა, რომელსაც 2 ტრილიონ დოლარად შეფასებული კომპანია ეყოლება. ერთ-ერთი ასეთი არის Samsung Electronics-ი, რომელმაც გადალახა ეს ზღვარი 1 ტრილიონიანი და სავარაუდოა, რომ ეს კომპანიაც ამ ზღვარს გადალახავს, თუმცა აზიაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მაინც ვერ გახდება. TSMC ართმობს აქ უპირატესობას 1.93 ტრილიონი დოლარი არის ღირებულება TSMC. ცნობისთვის სამხრეთ კორეული საფონდო ინდექსი KOSPI წელს 86%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსები მოელიან, რომ წლის ბოლომდე ინდექსი 10,500 პუნქტამდე გაიზრდება შედარებისთვის. ეს მაჩვენებელი ამჟამად არის 7,991-ის ნიშნულზე. SK Hynix წარმატებები და უკვე ისიც შეუერთდება ტრილიონიანთა კლუბს, როგორც ჩანს უახლოეს მომავალში. ეს კლუბი ბოლო ერთ წელიწადში იმდენად გაფართოვდა, რომ ლამის ყოველ კვირა ვაანონსებთ ახალ კომპანიას, რომელიც უახლოვდება და შემდეგ უკვე მომდევნო კვირას ხდება ამ კლუბის წევრი. ყველა ეს კომპანია, რომელიც ახლა ამ კლუბში იმყოფება, არის დაკავშირებული data ცენტრებთან, ან აქვს data ცენტრები, ან ამარაგებს data ცენტრებს. აბსოლუტურად ყველა ამ, ასე ვთქვათ, ბიზნესშია ჩართული. ერთადერთი გამონაკლისი არის Saudi Aramco, რომელიც უბრალოდ ნავთობს ყიდის. Data ცენტრების ბუმი არის სოფლიოს მასშტაბით, ამას ვერავინ ვერ უარყოფს და უკვე იმდენად დიდია ეს ბუმი, რომ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ამერიკისა და გაერთიანებული სამეფოს ენერგომოხმარების
საერთო მოცულობის 6% მოდის უკვე data ცენტრებზე. ანუ data ცენტრები დაახლოებით იმდენ ენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც ინდუსტრიული სამრეწველო კომპლექსები, აი რაღაცა ფოლადის და ალუმინის ქარხნები. დაახლოებით ამ მოხმარებაზე უკვე საუბარი. ამას კი ის განაპირობებს, რომ უკვე 10,000-მდე მონაცემთა ცენტრი არის აშენებული. ყოველი მათგანი ფაქტობრივად გალღობამდე მუშაობს დღე-დაღამის განმავლობაში 10,000-ობით GPU-სა და პროცესორს ამუშავებენ ისინი მთელი დღე, რათა დაამუშავონ მონაცემები და როდესაც ჩვენ Gemini-ის თუ ChatGPT-ის რაღაცას ვიკითხებით, ეგ ინფორმაცია გადაამუშავონ და დაგვიბრუნონ პასუხი უკან. აი ამისათვის ოპერირებენ ეს data ცენტრები. როგორც ჩანს, ეს მოხმარება წინა წელთან შედარებით არის პირდაპირ გასამაგებული და მატების მაჩვენებელი იმდენად დრამატულია, რომ თუ ის ასე გაგრძელდება, მალე უბრალოდ ენერგეტიკული სისტემა ვეღარ გაუძლებს ფიზიკურად ამხელა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან რაღაცა როდესაც ასე დრამატულად იზრდება, შესაბამისად ენერგიის წარმოებაც უნდა ეწეოდეს. თუმცა ეს ამ ეტაპზე არის ამ პროპორციით ვერ გაიზრდება წარმოება. ვერანაირად ვერც ერთი ჰესის თუ თუნდაც ბირთვული სადგურის მშენებლობა ამ ეტაპზე ვერ დაეწევა. ტექნოლოგიურმა ფირმა Cisco მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. არსებული ინფორმაციით კომპანიის შემოსავლებმა შეადგინა თითქმის 16 მილიარდი დოლარი, 15 მილიარდ 840 მილიონი და გასულ წელთან შედარებით 12%-იანი მატებაა და ის ანალიტიკოსების პროგნოზს მცირედით აღემატება. საყურადღებოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 2.59 მილიარდის მოგება მიიღო. ამჯერად წმინდა მოგებამ შეადგინა 3.37 მილიარდი, ანუ წმინდა მოგების მაჩვენებელი მოგების მარჟა საკმაოდ კარგად არის გაზრდილი. შემოსავლების ზრდის ძირითადი წყარო ქსელური მოწყობილობების სეგმენტი გახდა ამ კომპანიისთვის. ამ მიმართულებით შემოსავალი 25%-ით გაიზარდა და თითქმის 9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან Cisco-მ 4,000-მდე თანამშრომლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა უცნაურია, ხო, კომპანიის შემოსავლები გაიზარდა, მოგების მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავენ დაახლოებით 5%-ია ეს გლობალური სამუშაო ძალისა და როგორც ოპტიმიზაცია. ხო, გენერალური დირექტორი აცხადებს ამ კომპანიის ოპტიმიზაცია და AI მიმართულებაში ინვესტიციების გაძლიერება არის ამ შემცირების მთავარი მამოძრავებელი. შესაბამისად Cisco სურს, რომ ადამიანური რესურსები შეამციროს დაახლოებით მილიარდს მიაღწევს ხარჯები, ასე ვთქვათ, კომპენსაციები, რომელიც უნდა გადაიხადოს ამ შემთხვევაში თანამშრომლების შემცირებისთვის, დაახლოებით 450 მილიონი წელს მოუწევს, თუმცა კომპანიაში ფიქრობენ, რომ შემდეგი ინვესტირება AI მიმართულებაში კომპანიას დამატებით უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე ვთქვათ ამ თანამშრომლების შენარჩუნება. რაც შეეხება საომოლო გეგმებს, Cisco მომდევნო კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებელიც გაზარდა 16.7-დან 16.9 მილიარდის ოდენობის შემოსავალს ელოდებიან. ნავარაუდევია კორექტირებული მოგება თითო აქციაზე 1.16-დან 1.18 მილიარდი დოლარის ფარგლებში. შედეგების გასაჯაროების შემდეგ 19% გაიზარდა კომპანიის საბაზრო ღირებულება. ამჟამად ერთი აქცია 118 დოლარი და 25 ცენტი ღირს და კაპიტალიზაცია არის 480 მილიარდი ამ კომპანიისა. მადლობთ. როგორც ჩანს, გზაში გარკვეული დიზაინი შეიცვალა. პორტუგალიის არ გვაქვს უკაცრავად და აი ეს 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატის არის. მადლობა რონალდოს მოწოდებისთვის. სხვათა შორის ლიმიტირებული გამოშვება და რა თქმა უნდა მუნდიალს ეძღვნება და Coca-Cola სოფლიო ჩემპიონატის გემო ერთ კილოში გაერთიანა პრინციპში. მოლოდინი, ადრენალინი და დაუვიწყარი მოგონებები, ამ ემოციების მიღების წყურვილი კი და სურვილი ჩვენ გვაქვს და იმედია ეს მუნდიალი ყველაზე დასამახსოვრებელიც გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მას ბევრი კრიტიკოსი ხავს, ძირითადად იმის გამო, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა და ეს ხარისხზე მაისახება. ჯერ თამაშები არ ჩატარებულა, მაგრამ ხარისხზე მაინც უდარდობთ. თუმცა ეს ბუნებრივია, ეს საინტერესოა და ეს არის ფეხბურთი. თუმცა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად სპორტული სამყაროს ყურადღება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ფინანსურ უწყისებში ინაცვლებს. FIFA-ს პროგნოზით 2023-2026 წლების კომერციული ციკლის ჯამური შემოსავალი რეკორდულ 11 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი თითქმის 4 მილიარდით აღემატება წინა ყატარის მუნდიალის ციკლს, რაც მიუთითებს ფეხბურთის როგორც კომერციული პროდუქტის კაპიტალიზაციის უპრეცედენტო ზრდაზე. ამ მასშტაბური ფინანსური ნახტომის მთავარ მამოძრავებელ ძალას ჩრდილოეთ ამერიკის მსყიდველობით უნარიანი ბაზარი და ტურნირის ფორმატის რადიკალური შეცვლა წარმოადგენს.
ამ ასტრონომიული შემოსავლის გენერირების ძირითადი მექანიზმი მაჩების რაოდენობის 104-მდე გაზრდა, ისტორიული 64 მატჩიანი ფორმატის 40%-იანი ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება, რა თქმა უნდა, სამაუწყებლო უფლებების ღირებულებასა და სასპონსორო პაკეტების ფასზე. 104 მატჩი ნიშნავს, რომ მეც სარეკლამო დროს მოიგებენ პრაიმ ტაიმში, მეტ გაყიდულ ბილეთს და მულტიპლიკატორულ ეფექტს მასპინძელი ქალაქების ტურისტულ სექტორზე. ფაქტობრივად FIFA-მ ტურნირის ხანგრძლივობა 39 დღემდე გაზარდა, რაც სპორტულ ღონისძიებას გრძელვადიან მედია მარათონად აქცევს, სადაც ყოველი დამატებითი წუთი დამატებითი დივიდენდების წყაროა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა, ფუფუნების, საგნებისა და მასობრივი მოხმარების პროდუქტების ათვისების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა. სტადიონების მასშტაბები და არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ მხოლოდ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინოს. ბიზნეს ლოგიკა მარტივია, მეტი თამაში ნიშნავს მეტ მომხმარებელს, ხოლო სამი მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა დროის სარტყელი ტრანსლირების გლობალური დაფარვისა და მაქსიმალური აუდიტორიის ჩართულობის გარანტია. თუმცა ამგვარი მონეტიზაციის პირობებში სპორტულ ანალიტიკოსებს შორის კვლავ აქტუალურია დებატები რაოდენობასა და ხარისხს შორის ბალანსზე. მაშინ, როდესაც 11 მილიარდი დოლარი FIFA-სთვის ფინანსური ტრიუმფია, კლუბებისა და მოთამაშეებისთვის 104 მატჩიანი კალენდარი და 39 დღიანი ტურნირი სერიოზულ ფიზიკურ და ოპერაციულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, კორპორაციული თვალსაზრისით 2026 წლის მუნდიალი ყალიბდება როგორც ყველაზე ეფექტიანი ფულისაბეჭდი მანქანა სპორტის ისტორიაში, სადაც ფეხბურთის რომანტიკა საბოლოოდ დაუთმობს პრინციპში ადგილს ცივ, გათვლილ და მრავალ მილიარდიან ბიზნეს სტრატეგიას. საქმე საღამო დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.